გამარჯობა, ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსი, მე დიანა საფაროვა ვარ. რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ ისევ დაგიბრუნდით და ყოველ შაბათ-კვირას საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე თქვენს ჯანმრთელობაზე სამედიცინო გადაცემა იმპულსი იზრუნებს. ასევე თქვენ შეგიძლიათ მოგწეროთ თქვენთვის საინტერესო თემები და კითხვები, რაზეც მოწვეული სტუმარი პირდაპირ ეთერში გიპასუხებთ. ახლა კი ანონსის დროა, დღეს გადაცემაში ნახავთ. რა უნდა ვიცოდეთ ქალის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ? რომელი გინეკოლოგიური დაავადებები გვხვდება ყველაზე ხშირად და რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის რეგულარული შემოწმება? ქალის ჯანმრთელობა დელიკატური თემაა. სულ უმნიშვნელო პრობლემაც კი საკმარისია მისი სიმშვიდის დასარღვევად. ქალებს არ გვიყვარს საუბარი გინეკოლოგიურ პრობლემებზე და შესაბამისად გაურბივართ ექიმთან ვიზიტს უსიამოვნო დიაგნოზის მოსმენის შიშით. გინეკოლოგიურ პრობლემათა ნაწილი დიდი ხნის მანძილზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუ არაფერი გვაწუხებს, გინეკოლოგსაც პროფილაქტიკური გასინჯვისთვის იშვიათად მიმართავთ. ოჯახზე, შვილებზე, მეუღლეზე, სამსახურსა და 1000 ცხოვრებისო პრობლემებზე ზრუნით ვერასოდეს უპოვლობთ დროს, დაურწმუნდეთ, რომ ჯანმრთელები ვართ. ამ თემაზე სასაუბროთ გინეკოლოგი კობა ქამაშიძე. მოვიწვიეთ. გამარჯობა კობა, დიდი მადლობა რომ ხართ გადაცემაში. მოგესალმებით ჩვენ მაყურებელს. საინტერესო და სენსიტიურ თემას ვეხებით კობა. საიდან დავიწყოთ? ქალის ჯანმრთელობას რას ნიშნავს ქალის ჯანმრთელობა ზოგადად თუ საიდან უნდა დავიწყოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა? ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება დაბადებიდან. ამიტომ ქალის ჯანმრთელობა არის უმთავრესი ნებისმიერ საზოგადოებაში, არა მარტო ჩვენ საზოგადოებაში. იმიტომ რომ ქალბატონი, ქალი არის ცენტრი ყველაფრის. მისგან იწყება ჩვენი რეპროდუქცია, ანუ გამრავლდებით თუ არა ერი, ანუ ჩვენ თუ ერი და ცივილიზაცია არ გამრავლდება ხალხის. ან ჩვენზე არის ძალიან ბევრი დამოკიდება საზრუნავი. ქალის ჯანმრთელობა გამოყოფილია ცალკე დარგად, ანუ ვინც ამთავრებს სამედიცინო უნივერსიტეტს იცის, რომ თერაპია ცალკეა, ქირურგია ცალკე და მიანობა გინეკოლოგია, ანუ ყველაფერი ქალის ირგვლივ არის ცალკე. და ეს განსაკუთრებული მიდგომა ქალის ჯანმრთელობაზე არის ის, რომ მანაც ეს თავისი როლი უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებაში და მეტი ყურადღება, მეტი თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ქალი გახდა ყველაფერი ყველაფერზე ზრუნვა, ხო? სამსახური, ოჯახი, სტუმარი, მოყვარე და ბავშვები, ჩატები, შობლისკრები. სკოლის ბაღის მეგობრების დასაწყისი. ბოლოს არის მისი ჯანმრთელობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წელიწადში ერთხელ ამას სულ თქვენ ეთერში მადლობა რომ აძლევთ ამის საშუალებას, რომ წელიწადში ერთი დღე უნდა დაუთმოს ეს მისი გადასაწყვეტია რა დღეც უნდა, მაგრამ უნდა დაუთმოს მის ჯანმრთელობას, მით უმეტეს რომ დღეს საქართველოში ბათუმში არის ძალიან ბევრი კლინიკა, სადაც შეგიძლიათ უფასოდ ეს შეიმოწმოთ, არავით არის რაღაც წინასწარი არ შემოწმება არანაირი არ არის საჭირო, ხო? არ არის საჭირო, მიბრძანდებით თუ თქვენ დაუშვათ. არის პოლიკლინიკები უფასო გვაქვს ძალიან ბევრი ბათუმში, არის კერძო კლინიკები და კიდევ არის უფასო სკრინინგი, რომელსაც ადამიანს შეიძლება ჩაიტაროს და აი ამ დანახვისაც უბრალოდ ამ ანალიზების აღებისას ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიძიოს შეუძლია თავის ჯანმრთელობის შესახებ. კი, ცოტა გადაცემის ბოლოსკენ მინდოდა ეს კითხვა დამისვა, მაგრამ ძალიან აქტუალურია და ძალიან მნიშვნელოვანია ყობა პაპილომა ვირუსთან დაკავშირებული ბევრი მითქმა-მოთქმა არის. მაგალითად ავიღოთ პაციენტი, რომელიც მაგალითად მე პირობითად არის თუ არა საჭირო კონსულტაცია ექიმთან, სანამ გაიკეთებს აცრას ქალი. კონსულტაცია არის საჭირო? კონსულტაცია საჭირო არც არის. იმიტომ რომ აცრა იწყება 9 წლიდან, გოგონები ბავშვებს ვიცით რომ იყოთ შეზღუდვები 14-16 წლამდე ეს მოიხსნა და დღეს ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ ესა წარმოვიდეთ 45 წლამდეა, ანუ ბოდიში გამეცაინა ნებისმიერ ასაკში, ანუ გვაქვს ეს ვაქცინები, ეს აუცილებელია. იმდენად აუცილებელია, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომელიც ჩვენთან ცხოვრობენ და ითხოვენ, რომ ვიყიდით, რომ გაგვიკეთეთ და აი ქართველი ვერ მივყავს, რომ გავაკეთოთ ვაქცინა.
ეს არის რაღაც ადგილობრივი კოშმარი, ადგილობრივი სირცხვილი ჩვენი ექიმების, ჩვენი ექთნების, ეს ჩვენი პრობლემაც არის, როცა ვერ ვარწმუნებ, არ გვაქვს კომუნიკაცია პაციენტთან, ვერ ვარწმუნებთ, რომ ეს ნამდვილად გასაკეთებელია. იმიტომ რომ ეს იცავს არა მარტო საშუალო ნოსყელის კიბოსგან, ნაწლავის კიბო, გარეთა სასქესო ორგანოების კიბოს და ხორხის კიბოსგან, ძალიან ბევრ პრობლემას. მრავალკომპონენტიანი არის ერთი სიტყვით. ჩვენ გვაქვს 4 კომპონენტიანი ვაქცინა, ძალიან მაგარი, უკვე აპრობირებული და ყველას უხსნი, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ეს მიიღენა 2004 წელს, ყელის დაზიანებებიც არა აქვს ძიმე. ანუ აღმოიფხვრა ეს პრობლემა აღარ არის. აღმოიფხვრა, სიმსივნე რა აქვს. ეხლა 2-3 წელიწადში ავსტრალია აცხადებს, რომ კიბო არ ექნება. ანუ ავსტრალიაში საშუალოსნოს ყელის კიბო არ ექნება. ანუ მოხდება სრული ელიმინაცია. რა ხდება სხვა ქვეყნებში? ანუ თავისი უკვე არა აქვს. ანუ აქვთ ემიგრაციაში ჩამოსულ ხალხს. და აი ამაზეც აქცენტებს უკვე აკეთებენ, რომ ჩამოვიდა ადამიანი სანამ ადაპტაციას გაივლის ცხოვრებას ექიმთან სანამ მოხდება, რომ ეს დრო არ დაიკარგოს და ეგრევე მოხდეს კვლევაში. კობა, ძალიან ბევრი კითხვა არის ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, ქალმა არ იცის თუ რამე ჭირს. და არის გამწვავებულ ფაზაში, მაგალითად რა არის ესეთი უმნიშვნელო, არც ერთი დაავადება არ არის უმნიშვნელო, მაგრამ გადაწყვიტა პაპილომავირუსის გაკეთება. ჩვენება არის რომ გაკეთდეს რომელიმე გინეკოლოგიური გამწვავების ფონზე, მაგალითად არ იცის რომ კისტა აქვს, მაგალითად არ იცის რომ რამე ანთებითი პროცესი აქვს თუ არაფერი არ უშლის. ანუ დღეს გადაწყვიტა, მივიდა დღეს და გაიკეთა. არ უშლის ხელს, იმიტომ რომ კეთდება გენოტიპირება და რამე სხვას დამოკიდებული არ არის. ანუ ეს მასალა აიღება ჯაგრისით, რბილი სილიკონის ჯაგრისით, იგზავნება ლაბორატორიაში ან თბილისის ეროვნულ სკრინინგ ცენტრში და იქ ამ მასალას შედებენ აპარატში, გამოდის პასუხი. გვაქვს თუ რაიმე ვირუსი. და ეს არ ნიშნავს, რომ ვაიმე რაღაც დამთავრდა თუ გაქვთ ეს ვირუსი. უბრალოდ დაგინიშნავთ კურნალობას, დაგინიშნავთ ვიზიტებს, გაწერილი გექნებათ, როდის რა უნდა გაიკეთოთ. მეტი არაფერი არ ხდება. აი ესე ყურადღება ქვია ამას, მონიტორინგი ქვია სხვანაირად, რომ თვალი ვადევნოთ. და პაპილომავირუსის ანუ აცრის შემთხვევაში რა ხდება? იგივე მაგალითად რაიმე ჭირს ქალებს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ვისაც აქვს სურვილი, შეიძლება არ იცის ან ისევ თავში როგორც ვახსენე, არ იცის, იმიტომ რომ არ მიდის გინეკოლოგთან და შესაბამისად არ ეცოდინება რაიმე დაავადება თუ აქვს, ხო? გამწვავებულ ფაზაში შეიძლება რაიმე გინეკოლოგიური დაავადება ქონდეს ქალს და არ იცოდეს და შესაბამისად უნდოდეს აცრის გაკეთება. არის დასაშვები რომ აცრა გაიკეთოს და ანუ უკუჩვენება რამე იქნება მაგ დროს? უკუჩვენება ახლა ამ წუთას თუ სიცხე არა აქვს, რაიმე ზოგადი დაავადებები მძიმე. ჩვეულები როგორც ნებისმიერ აცრის წინ ეს. ანუ შვიდად ვიყოთ და გავიკეთოთ აცრა. რაც შეეხება ქალურ დაავადებებზე, ხო? ამ თემაზე მივდივართ, რომ პირველი და ყველაზე მთავარი სიმპტომი ქალის ქალური დაავადება ხალხში რასაც უძახიან, ეს არის გამონადენი, ხო? იმიტომ რომ მამაკაც ეს არ აქვს. კი ბატონო. ეს გამონადენი შეიძლება 3 წლიდან, 2 წლიდან ბავშვსაც ჰქონდეს. ანუ ზრუნვა ქალის ჯანმრთელობის შობილზეა ჯერ, იმიტომ რომ ბავშვია. არ იცის და შესაბამისად მშობელი უნდა იყოს ინფორმირებული. ბაგეები როგორ ფორმირდება, ხო არ არის დაწებება ბაგეების, ხო არ არის რაიმე გამონადენი და აი აქედან იწყება პედიატრთან კომუნიკაცია, ის აფასებს. უნდა ანალიზის აღება, იმასაც ვიღებთ გარეთა სასქესო ორგანოებიდან ბავშვებს, იმიტომ რომ არის ეს ბევრი გამონადენი, იმიტომ რომ საქართველოს ვართ კონტაქტის ქვეყანა, კონტაქტის რა არის, ანუ ბავშვებთან ძალიან ბევრი კონტაქტი გვაქვს, ფიზიკური კონტაქტი და ძალიან ცუდი მამნე ჩვევები, ეს ბავშვის ჩაწოლა ლოგინში მშობლებთან. მათ იქ, იმიტომ რომ აი ესე უფრო ბავშვს ურჩევნია, ეს ყველას გამოვლილი გვაქვს, ეს ჩვენი ადგილობრივი ქართული დაავადება, რომ ბავშვი უნდა გვეწვეს ირგვლივ და თელეხამე არ უნდა გვეძინოს. ანუ ბავშვს უნდა კონდეს თავისი ლოგინი, თავისი ზეწარი და ეს არის ჰიგიენის ნივთები. არ მიწყინოთ მშობლებო, ვისაც გიყვართ, რომ ბავშვები გყავდეთ გვერდით, მაგრამ ექიმი ამბობს, რომ ეს არ შეიძლება და ანუ რაღაცნაირად შეიძლება რომ გადავაჩვიოთ, ხო? ეს უფრო მეტი საუბარია გოგოებზე, რომ გოგოს უნდა კონდეს თავისი სივრცე, ის უნდა იყოს მისთვის მარტო ხელსახოცი, პირსახოცი ხოცი ყველაფერი თავისით და აი ესე უნდა ვასწავლოთ ხო უკვე ბავშვი როგორც კი წამოიზრდება რომ უნდა იცოდეს
ჰიგიენის მეთოდები, როგორ უნდა ჩამოიბანოს, რამდენჯერ უნდა ჩამოიბანოს და აი ამით ჯანმრთელობა იწყება ამით. აი ჩამობანის შემთხვევაში ეს ბავშვებში გამონადენები ძალიან ბევრი მოდის და ეს ახალმოვილი მშობლები, ეს არის ჰიგიენის დარღვევა. ანუ დილა საღამოს წყალი, მეტი არაფერი წყალი. დამატებითი არაფერი არ გჭირდება. დამატებითი არაფერი არ გჭირდება, წყალი, შეიძლება გვირილის ნაყინი თუ უნდა სიცოცხლე შენიშნეთ. გაღიზიანება, რაიმე ზე ამას მოვლა არ ჭირდება. როგორც ბავშვებში, ასე უფრო ზრდასრულებში იგივე არის, ხო? ზრდასრულებში უბრალოდ მინდა რომ მშობლებმა ვესაუბროთ ბავშვებს, იმიტომ რომ ეწყებათ სხვა ეტაპი ცხოვრების, მომწიფების ეტაპი და ეკა მენსტრუაცია, ну დღეს თანამედროვე ბავშვებმა ბევრი რამ იციან, მაგრამ მშობლის ხარდაჭერა ამ დროს, მშობლის გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია იმ ტკივნეულ პერიოდებში და ხოვნა მაქვს რომ ტკივილი ბავშვს არ ჩვეულებრივი ნოროფენიც. ჩვეულებრივი. ეს რომ მოითმინე შვილო ასე უნდა იყოს, არ არის სწორი. მიეცით გამაყუჩებელი. რატო უნდა აწვალო? არ უნდა ვაწვალოთ, იმიტომ რომ ნებისმიერ ტკივილს მოაქანთება ორგანიზმს და ტკივილი არ უნდა იყოს. ახსნა არის ძალიან მარტივი, ყელი, საშვილოსნოს ყელი დახურულია და იქიდან სისხლის გამოსვლა არის ძალიან მტკივნეული. შეგიძლიათ სანთლები, ჩვეულებრივი სპაზმოლიტიკები, ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი. ბავშვს ეს მდგომარეობა უნდა შეუმსუბუქოთ და მეორედ ხოვნა თვითონ ბავშვებთან, რომ აი ხო ხედავთ როგორ აგვიცივდა. თბილად ჩავიცვა. თბილად ჩავიცვა. წელი არ უნდა გამოგვიჩნდეს, ხო? თბილად ჩავიცვათ, ფეხზეც თბილად უნდა გვეცვეს, არ უნდა დაგვისველდეს და აი ეს არის ზრუნვა თავის თავზე და უკვე როდესაც მშობელი შეატყობს, რომ ბავშვი მზად არის ექიმთან მისასვლელად, უნდა მივაჩვიოთ იაროს ექიმთან. და ეს შიში რო გადაილახოს. პირველ რიგში ეს არის ალბათ ეხოსკოპიის გადაღება, იმიტომ რომ ბავშვები ნუ შიშობენ რა არის ეს? არიციან და იმიტომ. არიციან და შემდეგი უკვე თვითონ ექიმთან, გინეკოლოგთან მიყვანა და ეს გაცნობა, საუბარი, ოღონდ ეს უნდა იყოს ძალიან ესეთი რბილ და ატმოსფეროში, ანუ იქ არ უნდა იყოს იარაღები, არ უნდა იყოს საარდელი, არ უნდა შევაშინოთ ბავშვები და ვესაუბროთ, რაც მას აწუხებთ, მოусმინოთ და ჩვენი მოსაზრებებით და ანუ უნდა დაუმეგობრდეთ რო არ შერცხვეს პირველ რიგში იმ თემაზე საუბარი, რაც მას აწუხებს. ხშირ შემთხვევაში ეს ცოტა ისეთ სტიგმატიზირებული თემა, ალბათ თქვენი პრაქტიკიდანაც იქნება, ხო, აი კაცთან ცოტა რთული არის, ანუ უხერხული, ხო, ანუ ჩემი აზრით საერთოდ არ არის უხერხული ამ თემაზე საუბარი, ხო? ხო, ანუ მაგაზე ვამბობ ზუსტად, რომ მარტო ბავშვებში კი არა, უფრო ზრდასრულებშიც არის ეს პრობლემა, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როდესაც არის ჯანმრთელობაზე საუბარი, არც ერთი თემა არ არის უხერხული მამაკაცთან, ანუ ეგ არის თქვენი პროფესია და როდესაც უზიარებ ექიმს შენს, ანუ ექიმთან რატომ მიდის ადამიანი, რომ გვაწუხებს, ხო, რაღაცა და თქვენ ეს ყველაფერი ინფორმაცია ისე უნდა მომაწოდოთ, რომ ეს ამის მიმღებლობა მქონდეს, ხო? პირველ რიგში რა თქმა უნდა ექიმს უნდა ვენდობოდეთ, რაც ამის საშუალებას თქვენ გვაძლევთ. გარდა ამისა, ან უკვე ზრდასრულ ასაკში რა შეცდომებს უშვებთ ქალები, გარდა იმისა, რომ აი თქვი თავში, რა, აი ოჯახი, ბავშვები, შვილები და ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში ქალბატონები აი მიდის წვილიდან ავედით უკვე დაოჯახება. ერთი ნაბიჯით გადავდგით, ერთი ბავშვი, მეორე და აი всё. ჩავისვით სპირალი 10 წლით 20 წლით აღარ მივიდივარ გინეკოლოგთან 43 წლით გვინახია და დაგვავიწყდა ყოფილა ეს პრაქტიკაში კი დაგვავიწყდა რომ ეს არსებობს ექიმი დაგვავიწყდა რომ არსებობს პროფილაქტიკა და თავი არ უნდა დავივიწყოთ პრობლემები სულ იქნება ანუ ცხოვრების მიმართ მაგრამ თავის მოვლა თავზე ზრუნვა უფალმაც დიახ ანუ ნახეთ ძალიან ანუ მართლა პირველად გავიგონე ანუ კითხვა მდგომარეობს იმაში რომ ანუ როდესაც ამას ისმევენ გონიათ რომ ყველანაირი პრობლემა არის მოგვარებული და გინეკოლოგთან აღარ არის საჭირო მისვლა მეორე არის რა პრობლემებს ვიქმნით ისევ ჩვენით რა პრობლემებს ვიქმნით რომ ეს არის უცხო სხეული კი
3 ან 5 წელია ქვადა ეს ექიმია უნდა. თქვი 20 და იყოფილა ესეთი 20 წლის. 20 კი არა 53 წლის სპირალი გვაქვს ამოღებული. ხო და 3 ან 5 წლის მეტი ვადიანი სპირალი არ არსებობს. კი. მიბრძანდით, ამოიღეთ, თან გაისინჯებით და ერთი მენსტრუაციის. მე თავიდან შეგვიძლია თუ ეს შეგიყვარდა და თავდაცვა. თუ არა და ნუ ისე მაინც მედი თუ არა მოიღეთ რო ექიმა გაკეთე. პროფილაქტიკის მიზნით ისე. პროფილაქტიკის მიზნით. კონტრაცეპტივებზე რა სიტყვით, მაგალითად, ხშირად გამიგონია, გინეკოლოგთან ვიზიტის გარეშე შეიძლება, მაგალითად, მივიდეს აფთიაქში და ესმინდა რაღაცა, პირობითად და ამას დავდევ. ეს იმდენად არასწორია. ამიტომ კონტრაცეპტივი უნდა შეგირჩიოთ ექიმი. თქვენი რაზე დაყრდნობით? აი რო ხედავს უკვე წონას ხედავს. დიახ. შეშუპებები გაქვს თუ არაფერი როგორი გაქვს. უნდა ჩატარდეს მინიმალური გამოკვლევები. რა გამოკვლევები აქვს? პირველი ეს სავარძელი, ეხოსკოპია, ანალიზები, რო შევხედოთ და სისხლის კოაგულოგრამა ვიცით, რომ რაღაც პროცენტში ძალიან მცირე, მაგრამ ტრომბის წარმოქმნას იწვევს ეს ჰორმონები. ახალგაზრდა ასაკში ეს ნაკლებ რისკ ფაქტორია, მაგრამ მაინც თუ ჩვენ გვაქვს ოჯახში დაუშვათ უეცარი სიკვდილი, მამის, ბიძის, დედას, სანათესავს ძალიან ახლო 50 წლამდე გულის ტრომბის როზახთ ხალხში, უეცარი სიკვდილია ეს. ხშირ შემთხვევაში ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება ვიყოთ რაღაც მატარებელი დაავადების სისხლის და გულსიზარხვა და დაავადების, რომელიც უნდა იყოს გამოკვლევი და ამაზე ყურადღება მიჩნევა. და მეორე თხოვნა, აი ეს ჩასახვის საწინააღმდეგოები რო ყიდულობენ თავისით, ეს ერთია. აი ახლა მოდა გვაქვს უფრო დასრულ ქალბატონებში კლიმაქსის შემდგომ, რომ სისხლის გამათხელებლები, ანტიკოაგულანტები, როგორიც ასპირინი, კარდიომაგნილი ტრომბოზი, თავისით მეზობელმა მასალ და თვეების განმავლობაში ლამაზად სვავთ. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მარტო ექიმის დანიშნულებით. დაგეწყდება სისხლდება რძილებიდან, ცხვირიდან, ქვემოდან, უნდა იყოს ეს კონტროლირებადი, ექიმის მიერ. პროფილაქტიკა უნდა იყოს ტრომბის, მაგრამ კარდიოლოგის დანიშნული და მის მეტვალყურეობის ქვეშ დოზის შესვლა შეიძლება სულაც არ შეიძლება ამის დალევა, ამიტომ ამაზე ესე ნოემას მოდის პაციენტი, ვამზადებს საოპერაციო, ეს დაავიწყდა თქმა, სულ ვეკითხები და გვიცხადებს, რომ უკვე 4 წელია ბედნიერად სვავს კარდიომაგნილს. და ყველაფერი კარგად არის. და გადასარევად ვარ, სერცა გული კარგად. ასე უძახიან დააბეს. თქვენ რაც თქვით, მოდით ყოველთვის ვამბობ, როდესაც ეს ხელსაყრელი პერიოდი და დრო არის. Google, სოციალური ქსელები, ChatGPT არ არის ექიმი. ექიმი არის, ვისაც აცვია თეთრი ხალათი. თუმცა ძალიან ბევრი ინფორმაცია, ძალიან ბევრი. მესმის, კი, მაგრამ ხელდახმარება ChatGPT-ის მიერ შეიძლება მოგცეს მიმართულება, მაგრამ გადამოწმება მხოლოდ ექიმს შეუძლია, ხო? ძალიან ბევრი ინფორმაციას დღეს თანამედროვე პაციენტები ყავს, ძალიან ბევრი ინფორმაცია ChatGPT იციან ყველაფერი, მაგრამ აი ეს არის სამხრივი. კი, რა თქმა უნდა. მრავალ ვექტორული ანალიზი და რაღაც აი ისეთი რაღაცების გამორიცხვა მხოლოდ ექიმს შეუძლია. ექიმის გარეშე არ შეიძლება, რომ თქვენ არ მიიღოთ გართულება, თქვენ არ მიიღოთ სავალალო შედეგი, რომელიც გამოუსწორებთ. კი ბატონო, მესმის, ძალიან კარგია 21 საუკუნეში გვაქვს ისეთი ხელსაყრელი არის ეს დრო, რომ აი ვიღე ტელეფონი და მივიღე სრული ინფორმაცია. მაგრამ მაინც ექიმთან მისვლა ის მაქსიმუმ რამდენი, აი მაქსიმუმზე რო გავიდეთ, 9 საათი ექიმმა სრული ინფორმაცია მომეწოდოს, გარდა რაღაცა გამოკვლევებისა. ჩავთვალოთ ერთი დღე. ხო, კარგი, ერთი დღე. 365 დღე გვაქვს წელიწადში. ერთი დღე მხოლოდ რომ დავუთმოთ თქვენ ჟამთელობას, კი. 3 მარტი არ 8 მარტი. ხო, საჩუქრებს ჩუქნით. აი ესე უნდა იჩუქოს. ჩემ თავს რო გაუკეთო საჩუქარი, კი. ყველაზე მნიშვნელოვანი ყობა, ქალმა გადაწყვიტა დაორსულება. დიახ. ანუ ეს პროცესი
რაიმე დაავადება აქვს თუ არა, როგორ უნდა მოემზადოს ამ პროცესისთვის, რომ ძალიან ბევრი უსიამოვნებები თავიდან ავირიდოთ. ნაწილი მაინც. იგივე ვიზიტი, ჩვეულებრივ სისხლის ანალიზი, აუცილებლად ფარისებრი ჯიყის შემოწმება, მცირე ჰორმონების შემოწმება, ჩვეულებრივი ნაცხი და თუ ჩვენ გქონდა დაუშვათ გამონადენის ისტორია, გამონაყრების ისტორია, მაშინ ვაბარებთ ვირუსებზე, რომ თავიდან ავიცილოთ ის გართულებები, რაც მოყვება უკვე ჩასახვის პერიოდიდან და ფოლიუმის პროფილაქტიკა. ეს რამდენი თვით ადრე? 3 თვით ადრე ხდება. დღევანდელ დღეს მიღებულია. როდის ხდება? 3 თვით ძალიან შეწყვეტა. ტესტი გვაქვს ვიწყებ თავიდან. ანუ არ ველოდებით აღრიცხვაზე დადგომას 12 კვირამდე, ანუ ჩასახვამდე 3 თვე და 3 თვე დაორსულებდნენ. ეს არის სოფლიო პროტოკოლი, რომელსაც ყველამ უნდა მივბაძოთ და ჩავატაროთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როდესაც რაიმე პრობლემა აქვს და ხშირ შემთხვევაში ძალიან არ მსიამოვნებს ხოლმე, როდესაც ვიგებ, ანუ ქალს აქვს რაღაცა პრობლემა. ანუ მამაკაცზე არავინ ესე ან თითით ყოველთვის ქალისკენ. ეს ხშირია ძალიან. და მეორე პრობლემაა, როდესაც ანუ მამაკაცი მე არაფერი არ მჭირს, იმიტომ რომ კაცია, ხო? ანუ მარტო ანუ აღიაროთ, რომ ესე არის დამეთანხმებით. ან კურნალობაში, ეს რა თქმა უნდა ხელს უშლის, როდესაც ორი ადამიანი არ მონაწილეობს, ხო? და მხოლოდ ქალი როდესაც მკურნალობს, აქვს ის შედეგი 100%-იანი არაფერი არ არის 99 მაინც. ეს გავმიჯნოთ უნაყოფობაზე, წყვილი. ანუ წარმოიდგინეთ ქალბატონს უნდა 1/20-30 გამოკლება. მამაკაც 1 გამოკლება, რომელსაც ქვია სპერმოგრამა, 1 ანალიზი ჩავერა და მორჩა. და ქალბატონი, რომელიც დადის იმ ფაზაში, ამ დღეს, ამას ვამოწმოთ, იმას და მილები, ჩარებები, პროცედურები, ყველაფერი მასია და პლუს ამას თელი სანათესა უყურებს, რომ შენ, ჩემი ბიჭი, ვაშკაცია 2 მეტროა და შენ რაღაც არ გამოგდის. შენ რაღაცა გჭირს, ხო? და ფსიქოლოგიურად დარდგუნულია, უფრო მეტად ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა, რომ რატომღაც ჩვენთან გათხოვდა თუ არა უნდა იყოს. მაგრამ დღეს მომწონს თანამედროვე ახალგაზრდები გეგმავენ ორსულობას. რაღაც გეგმე მიდიან, აღწევენ თავის მიზნებს და შემდეგ გეგმავენ. მადლობა ამ ხალხს, ძალიან მაგარი ახალგაზრდობა ყავს, იმიტომ რომ უმეტესობა ესეა და მსიამოვნებს მოდიან, რომ ჩვენ გვართ ქორწინებაში. ეხლა არ გეგმავთ, გვინდა რაღაც წელი, 2 ან 9 წელი და შემდგომ როგორ რა გავაკეთო, რა ეტაპები გავიაროთ, ფანტასტიკური უკვე მცოდნე, განათლებული ახალგაზრდები ყავს და ძალიან კარგია. წარმატებები ყველას და კურნალობაში თუ ჩვენ სქესობრივად გადამდებ დაავადებებს საუბრობთ, იქ მამაკაცის კურნალობა და გამოკვლევა აუცილებელია. ამის გარეშე არ შეიძლება, იმიტომ რომ რამდენჯერაც არ უნდა უმკურნალო ქალბატონს, თავიდან დაბრუნდება ეს ყველაფერი და გაწვალებული არის ქალბატონი, რომ ესე რამდენ ხნიანი არის მაგალითად ეს მკურნალო, მესმის რომ ინდივიდუალური არის მაქსიმუმ 7-10 დღეა, ხო? მეტი არა. მეტი არა, 7 დღევანდელ დღეს გვაქვს ესეთი მაგარი კარგი ანტიბიოტიკები, რომელიც 7-10 სრულიად აღმოფხრის ამ ყველაფერს, თუ სიფილიზე გავედით ერთი ნემსით, კურნალობით ერთჯერა და სოფლიო რეკორდია ვიცით, რომ თვეები იყო, რაღაცები იყო. ოღონ ეცით პატივი თავის თავს, თხოვეთ მამაკაცნ და ხშირად არის, როცა უნაყოფოა და ბიჭები არ მოყვებიან და სულ ეკითხები, აი ეს მამაკაცი, რომელიც ერთ ანალიზს არ აბარებს. ღირსია კითხვენი ეს ხო აი ცოტა ძალიან უხერხულია და ქალისთვის ჩემი აზრით ფსიქოლოგიურად ძალიან ესეთი ანუ ზეწოლა მიმდინარეობს ალბათ მაგ დროს, იმიტომ რომ როდესაც პარტნიორი არ მოყვება ელემენტარულად ექიმთან შემოწმებაზე და შემდეგ ან თქვენ როგორც ახსენეთ რა, ანუ ჩემი ბრალია, უნაყოფო ვარ, ასე შემდეგ და შეიძლება ეს მარტო ერთი რაღაცა უმნიშვნელო პრობლემა აწუხებდეს, მაგრამ ეს ფსიქოლოგიურად ინგრევა ამ დროს ქალი და ალბათ კი არა და ძალიან რთული იქნება ამ ყველაფრის მოსმენა და გათავისება რამ ჭირს და ასე შემდეგ, ხო, ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია, კი. ფსიქოლოგიური უნაყოფობა.
20% ახსენეთ, ხო? 20% ფსიქოლოგიური. ანუ არა აქვს ბიჭს პრობლემა, არა აქვს გოგოს პრობლემა, მაგრამ ორსულობა არ დგება. აი რა ხდება მაგ დროს? ისე ფსიქოლოგიურ პრობლემამდე მივიდივართ, ხო? როცა თავის თავში, ანუ ქალბატონი ყველა menstruatsiis მოსვლას აღითქვას ტრაგედიად. და აი აქედან მოდის ეს კასკადი, ეს რეაქციების ფსიქოლოგიური და ხშირად ჭირდება დახმარება. მე ვიცი რომ ძალიან ბევრ კლინიკაში, ბათუმში, თბილისში ფსიქოლოგები ეხმარებიან ამ დროს, როდესაც მიზეზი არ არის და არის ფსიქოლოგიური პრობლემები. ეგეც ალბათ რაც ვთქვით, არის ძალიან მარტივი. აქამდე არ უნდა მივიყვანოთ ალბათ, მაგრამ ცხოვრებისეულია მაინც და შესაბამისად ამას გვერდს ვერ აუვლით იმდენად პრობლემაა, ხო? იმდენად ცხოვრებისეულია, იმიტომ რომ იმდენად ბევრია უნაყოფობა უკვე. რამდენი ინვიტრო ბავშვები გვყავს, ხო? კი. აი თავიდან რომ ეს დაიწყო და ეს ბავშვებს რო დღეს ოღონდ იყოს. იმიტომ რომ ვიცით რომ არიან ჯანსაღები, ჯანმრთელები. ბედნიერი ბავშვები საუკეთესო კვერცხუჯრედიდან საუკეთესო. მამაკაცის უჯრედიდან, ამიტომ ამის პრობლემაც არ არსებობს. უბრალოდ ეს დიდხანს არ უნდა გაიწელოს. არ უნდა ჩაიკეტონ, ხშირად არის რომ აი არ არის მიზეზი, იკეთებენ განაყოფიერებას და შემდგომ მეორე, მესამე, მეოთხე თავისით მოდის. ეგეც ფსიქოლოგიური ხო არის, ხო? ფსიქოლოგიური მომენტია, იმიტომ რომ ხო ძალიან ბევრია ყველას გაუგია, როცა წვილს 15-20 წელი სანამ ინვიტრო არ იყო. აყავდათ ბავშვი, ან ვიღაცაზე იწყებდნენ ზრუნვას, ნათესავის ბავშვი მოყავდა დროებითაც თუნდაც და ეგრევე ქალი. აი მოხსნილია ის რაღაცა. მოხსნილია ის და ეგრევე ქალი თავისი თორს. ანუ ამაზე შეიძლება ფიქრს წყვეს, არ ამგონია ხა ქალმა მაგაზე ფიქრი შეწყვიტოს, უბრალოდ რაც ის დგუნავდა. კი. მოიშორა. ის დომინანტა, პათოლოგიური დომინანტა. ირღვევა. აქედან რაც მოდის და შემდეგ ანუ თავისუფლდება, ხო? თვითონ ეგრევე უსულდება ეს ფანტასტიკური მომენტებია. ეს ძალიან ბევრია და ალბათ ყველამ ჩვენს ირგვლივ ასეთ სმენიათ. კობა, კიდევ ერთი პრობლემა რაც არის, ხშირად ნიშნულობასაც აი ესე არ ვანიჭებთ რაღაცა მტკივა, წელის არეში, აქა, რაღაცა ისე წელიდან შემდეგ გადადის, ანუ რაც გამიგონია ხოლმე. და სვამენ გამაყუჩებლებს. და მაგალითად მეორე დღეს რომ მოვიდნენ თქვენთან. ანუ ამ მთლიან სურათს, ეს მთლიანი სურათი მედიკამენტის მიღების ფონზე იფარება, ანუ დაინახავს გინეკოლოგი ძირითადად, ანუ მე მინდა ვთქვა, კითხვა იმაში მდგომარეობს, მედიკამენტის მიღება რამდენი დღის ადრე უნდა შეწყვეტოს, თუნდაც გამაყუჩებელი. კონდეთ ძალიან არ არის ესეთი, ეს არ არის წვავე მომენტებში. როცა მწვავე მუცელია და შეიძლება რაღაცა ვერ დავინახოთ, მაგრამ დღეს, როდესაც გვაქვს ეხოსკოპია, როდესაც გვაქვს კომპიუტერი ტომოგრაფია, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, ეს უკვე არ ფარავს, ანუ და ლაბორატორიული კვლევებიც ეს საუბარი იყო ადრე урგენტზე, რომ ვაიმე არ კონდეს რა დაინახა. არაფერი ხო? გამაყუჩებელი, როცა არ მოქმედებს არაფერს, როცა ტკივა უნდა მიიღოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გადადებული ხა იმიტომ ამბობ გადადება. რაღაც ტკივა სახსა არის მუხლე და სულ არ გცალია შენთვის დალებ და გარბიხარ და აი ეს მომენტები არ უნდა მივიყვანოთ რომ მე სახსარი არ გვივარგა, სახსარი დააშდა და დაიცა. დაილია და ასე შემდეგ. მაგიტო ვამბობ რომ ანუ მოკლე ვადაზე კი არ ვამბობ, ანუ ჩვენ როგორც ზარმაცები ხო, არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცია, მაინც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას ვდებთ. ანუ დიანა შეხედე რაც ადრე იყო ექიმის გამოცდილებაზე, ექიმის ხელებზე, ყურებზე ეს უკვე თითქმის გადავიდა გვერდზე, არავინ არ მოსპო, არავინ ეს არ უარყო, უბრალოდ დღეს გვაქვს მტკიცებითი მედიცინა. ანუ მტკიცებით მედიცინა გვეუბნება, რომ აი ეხოზე ეს არის, აი MRI-ზე ეს არის, ანუ სხვამაც უნდა დაინახოს, სხვამაც უნდა შეხედოს, იმიტომ რომ კი არ იყო ვირტუოზები, ექიმები და ალბათ დღესაც არიან, რომელიც სმენაც არ უნდაოდენ, აი ასე უკაკუნებდნენ, მე მყავს ნანახი ესეთი ხალხი, ან
ეს უნიკალური შემთხვევა იქნება. თიც ასე შედებდნენ ბოდიშთა იმ ადგილას და უკვე იცოდნენ იქ ეხოც არ გინდა და არაფერი ცალი თითი თელ ინფორმაციას ღებდნენ, მაგრამ ეს არის ერთეულები. ამიტომ დაიდვა გაიდლაინები, დაიდვა პროტოკოლები და გვაქვს მტკიცებითი მედიცინა, რომელსაც უნდა მივყვეთ, როცა არის ტკივილი, მე რა უნდა ვქნათ, რა უნდა ვქნათ, როცა ჩვენი პაციენტები აი ესე გვიბრაზდებიან, რომ ვაიმე ეს და ეს მარჩიელობს და იმაშო. მარჩიელობაში რას გულისხმობთ? ანუ როცა ვეუბნებით, რომ შეიძლება იყოს ეს. დიახ, გამორიცხვის მეთოდით. ნელა უნდა ეს მივყვეთ, გამოვიცხე და ეს ხალხი უძახის მარჩონ, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს იმის უფლება, რომ ხელად ეხლა დასვა ამ წუთას. კი, ვოთ ენდომეტრიოზი ყველაფერი შეიძლება ხრებიც აქტივდეს, წელიც, ტერფიც, მუცელიც და კერდის ყველაფერი ენდომეტრიოზი, მაგრამ თუ ჩვენ ეს არ დავამტკიცებთ, რა თქმა უნდა. კუნალობა როგორ უნდა დაინიშნოს. ამიტომ ის რომ დღეს მე შევფრინდი და ყველაფერი ინფორმაცია და დიაგნოზი დასმული მაქვს, ის რაც ისმევა, ეს არის წინასწარი დიაგნოზი. და შემდეგ უკვე ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ ის მეთოდი, რომელიც ან დაგვიდასტურებს, ამას მოგვიხსნას. და აი ესე ხდება დღევანდელ დღეს მედიცინა. იყო ფანტასტიკური ექიმები ამ რეგიონშიც. იცი შენ, რამდენი მაგარი ადამიანები და სვავდნენ დიაგნოზს, სულ არ იყო ბევრი კვლევები. დიახ, საჭირო და არც იყო, მაგრამ იყო პერიოდი ერთი კლინიკა მქონდა ჭარეში. იყო ეგეც. მაგრამ ეხლა 21 საუკუნეში არის იმის შესაძლებლობა და საშუალება, რომ გავიმარტივოთ ეს ყველაფერი და ჩქარას იმას გულისხმობ, რომ ანუ ექიმი და ესე ვთქვათ, გამოკვლევის აპარატი დავარქვათ, ხო, ანუ ისე ვიტყვი, რომ სწრაფად მივიღოთ ის შედეგი, რაც ჩვენ გვჭირდება და რა თქმა უნდა, ექიმთან შეთანხმებით ეს ყველაფერი მკურნალობა მიმდინარეობდეს, ისე როგორც პაციენტს და ექიმს სურს. კობა, ბოლოს ანუ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი რჩევა ამ სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი მესიჯი, მთავარი მესიჯი მივიღეთ, ბევრიც ვიხუმრეთ, მაგრამ ეს არის ძალიან საინტერესო და სერიოზული თემა, რაც ქალის ჯანმრთელობას ეხება, მაგრამ არა მხოლოდ ქალის არ არის, როგორც უკვე გადაცემის მსვლელობისას თქვით. პირველი რასაც ვაქცევ ყურადღებას, ეს არის გამონადენი. გამონადენი ყველა ქალს აქვს. იცის ქალმა თავისი გამონადენი, ოდნავ გადახრა. შეიძლება უბრალო გაციების იყოს, უბრალოდ მოწამვლის იყოს, ინტოქსიკაციის, ნაწლავის ან სხვა დავი, ან შეიძლება რაღაც მძიმე დაავადების საწყისი პირველივე ნიშანი იყოს. ამიტომ ეს არ უნდა უგულებელყოთ. ორგანიზმი ყოველთვის გვაძლევს სისხლიანი გამონადენი. დიახ. სისხლიანი გამონადენი არა მენსტრუაციის დროს გადავიმოწმოთ. მით უმეტეს თუ საუბარი გვაქვს უკვე 60 წელს ზემოთ, ანუ როცა ვართ კლიმაქსში, იქ სისხლიანი გამონადენი წვეთი დავინახეთ, გავგვივართ. შეიძლება არც არაფერი არ არის, შეიძლება უბრალოდ გამომშრალია, პოლიპია, რაღაც პატარა პრობლემა, რომელიც ეგრევე მოგვარდება, მაგრამ არ უნდა გქონდეთ ეს გამონადენი. არავითარ შემთხვევაში. ორგანიზმი ყოველთვის გვაძლევს სიგნალს, რომ რაღაცა თავარი რა შესაძლოა. ტკივილი. დიახ. ტკივილი უკვე არის საბაბი, რომ მივიდეთ ექიმთან, ჩავეწეროთ. გადავიღოთ ეს ეხოსკოპია იქნება, მაგრამ ის რომ გადავიღე ეხოსკოპი და არ შევედი ექიმთან და ყველაფერი კარგად, მაგრამ ეხოზე ყველაფერი არ ჩანს. იმიტომ რომ არსებობს კიდევ ძალიან დიდი ნაწილი საშუალოს, რომელიც აქეთ არის და ეხოზე შეუძლებელია მაგის დანახვა და ამიტომ ეს თვალით ექიმა ეს არავინ ჯერ არ მოხსნა, რომ უნდა იყოს პაციენტი გასინჯული სავარძელზე, ეს ამ თავარი კომუნიკაცია მიენდეთ ყველაფერი მოუყევით თქვენ პრობლემებზე და არის გზები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უნდა უთხრა ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს ფანტასტიკურ პროგრამებზე, დახმარებებზე, იმ ძვირადღირებულ კვლევებზე, რომელიც აწარმოებს ჩვენი ქალაქის მერიაც, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, იმიტომ რომ ეს ფუფუნება არ გააჩნია სხვა რეგიონებს საქართველოში, ჩვენ გვაქვს, გამოიყენეთ, მობრძანდით. ყველას ეხმარებიან. ძალიან მაგარ დახმარებას ღებულობს ჩვენი მოსახლეობა. ამიტომ სკრინინგი 25-დან იწყება, 60 წლამდე ტარდება, 40 წლის მერე ეს არის ძუძუს გამოკვლევა, 25-დან 60 წლამდე არის საშვილოსნოს ყელის. ვაქცინაცია შეგახსენეთ პოლიკლინიკებში აუცილებელია
დაიცავით თქვენი შვილები, დაიცავით თქვენი თავი. და ერთი დღე დავუთმოთ ჩვენს თავს. ვაჭუქოთ. ძალიან დიდი მადლობა კობე საინტერესო საუბრისთვის, მე წარმატებულ დღეს გისურვებთ. კარგად წამდებოდ. კარგად, შეგახსენებთ იმპულსის შეკითხვებს გინეკოლოგი კობა ქამაშიძე პასუხობდა, ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახოლ და მე ჯანმრთელობას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.